ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ის არასდროს არ უნდა ფიქრობდეს იმას, რომ იყოს უფრო ბედნიერი, ვიდრე მისი ქვეყანა. იყოს უფრო ბედნიერი, ვიდრე მისი მეგობრები არიან. სამშობლოზე ბედნიერი კაცი ვერასდროს ვერ იქნება ღირსეული. მე ვარ ნუკრე მჭედლიშვილი, ვარ ისტორიკოსი და ვიკვლევ მხედრულ ტრადიციებს. მე ვარ ხიდოლის ფედერაციის ხელმძღვანელი, მასწავლებლობას ეწეოდნენ ჩემი მშობლები, ჩემი პაპა-დიდედა ორივე მხრიდან. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყო ჩემი დიდი პაპა. თქვენს უკან მაგიდა რომ დგას, ეს არის მეექვსე თაობა წერს მაგიდაზე. მამა ჩემი 4 გზის არის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და პრიზიორი თავისუფალ ჭიდაობაში და სამოში მეც წლების განმავლობაში ვიყავი დაკავებული ძიუდოთი, კრივით, სამბოთი. მე ვარ რევაზ მჭედლიშვილი, 16 წლის. როგორც კი დავიბადე, აღმოჩნდა რომ რა ქვია, 1 წლის არ ვიყავი, რომ უკვე ფშავში ხატობაზე ვიყავი და შემდგომი პერიოდის განმავლობაში არ ყოფილა წელი, როცა გამოვკლები ვარ თქვათ ხატში ასვლას, თქვათ რიტუალის ჩატარებას და მთელი ჩემი ცხოვრება მიწევს ისეთ ხალხთან სიარული, რომლებიც უზომოდ არიან შეყვარებული საქართველოზე, ქართულ ტრადიციებზე, დადიან სულ ტალავარით. მაგათად ვარ ხრიდოლში, სადაც მუდმივად გვიწევს ქართული ტრადიციების გახსენება და ქართული ტრადიციების შესრულება. ჩემ ცხოვრებაში ჩემი დები არიან ძალიან დიდი განძი, საუნჯე, იმიტომ რომ ჩემი ყოველი დღე გალამაზებული არის მათი. ვარ სოფლიოს ჩემპიონი ჩესბოქსში, ეს არის სახეობა, სადაც შერეული არის ჭადრაკი და კრივი. ასევე ვარ სოფლიოს პრიზიორი MMA-ში, IMAF-ში, ვარ ხრიდოლში, კრივში, ძიუდოში, სკოლაში, ოქროს მედლის კანდიდატი ვარ. კაცს სჭირდება, რომ იყოს ისე როგორც სპორტულად წინწასული განათლებული, ასევე რა ქვია, ცოდნის მხრივ განათლებული, იმიტომ რომ ხანჯალი ორპირჭრელი უნდა იყოს, როგორც ბავშვობიდან მასწავლიან მე. მე ვარ ნუცა მჭედლიშვილი, 19 წლის. ქართულ ფილოლოგიაზე ვსწავლობ. ქართული ვარ ხრიდოლის საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელ ჯგუფში და ფარიკავ. მოსწავლეები მყავს თბილისშიც და ფშავშიც, გარმოზე დაკვრას ვასწავლი. ძალიან დიდ სიამოვნებას მოენიჭებს ამათ რომ რაღაცას ვასწავლი და ისინიც რომ დაინტერესებულები არიან, აი მარიამი რომ მეტყვის რომ ფანურზე დაკვრა მასწავლება, გარმოზე დაკვრა მასწავლე. მე თვითონ თავიანთი მეგობრები შემოყავთ სახლში და ახლა თავიანთ ცოდნას იმათ უზიარებენ და უბანს ასწავლი ახლა. მჭედლიშვილი და ვარ 7 წლის. მინდა რომ მე გავხდე სპორტსმენი და მოჭიდავე რა ჯგუფში მაგარი. ბიჭებს კი ეჭიდავებოდი, მაგრამ 7 ბიჭს მოვუგე და ერთს კიდე ცხვირიდან სისხლი მოდიოდა ხოლმე. ბავშვებს ვეუბნები ხოლმე, ვამხნევებ, რომ მიდი ქართულს არ ეშინიაში, შეგილია ვიცი, ქართველი არ იღლება. მუსიკაში პიანოზე მე ვარ მარიამ მჭედლიშვილი, ფორტეპიანოზე რო წავახობ, ფორტეპიანო და მე ვიდეო ხრიდოლზე და ვარჯიშობ. ძლიერ რიზიკო რომ ერთად უფრო მეგობრულად არიან და არ ჩხოვები, მაგას სწავლობ ხოლმე და მე დავფიქრდები ჩემს შეცდომებზე და თავარის ბუდიშებს ვუხდი ხოლმე ხატვა. ქეთევანი და ჭედლიშვილი ვარ. რამდენი წლის ხარ? ამდენი. კიდე რა მეყვარს და პაცანია მაჭყავი. ძალიან დიდი პასუხისგებლობა არის. ცებული ვარ იმით, რომ რომელიმეს რამე არ მოვაკმო, რომ ყურადღება ყველასთან ვიყო საკმარისი დედა. ოთივე სხვადასხვა ხასიათის ადამიანია, ყველა სხვადასხვანაირად უნდა მიუდგე. ბავშვის აღზრდაში უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი და უპირველესი არის ის, რომ მას გააცნო თავისი ვალდებულებები. როცა ის ამ ვალდებულებებით იზრდება და ეს გააზრებული აქვს, მერე მას აღარ აქვს იმდენი მოთხოვნა, რამდენიც შეიძლება ჰქონდეს განებიურებულ ადამიანს. აგრძალვა არაფერს არ შველის. როგორც კი შე რაღაცას აგრძალავ, მაშინვე ვიღაცები დაიწყებენ, თუნდაც ეს ოჯახს ეხებოდეს, თუნდაც ქვეყანას ეხებოდეს, ვიღაცები დაიწყებენ ბრძოლას იმისთვის, რომ ის აგრძალვა გადალახო. ქართული მაშინ არის ოჯახი, თუ შენ ქართული ცხოვრების წესით ცხოვრობ. მარტო ენა ის რომ შენ ქართულად ლაპარაკობ, არ არის ამისთვის საკმარისი. ჩემი ოცნებაა, რომ ჩემმა შვილებმა, შვილიშვილებმა, შვილთაშვილებმა ქართულობა არასდროს არ დაკარგონ. ეს ეხება ენას და ეს ეხება აუცილებლად საქციელს, შენი საქციელი უნდა იყოს ქართული. ეს შეხედეს ჩიხტიკო პირველად. ეს რეზო პაპა. ეს ვინა?